ყურანი იძახის თუ ბიბლია სიმართლეა? არა. დაწმუნებული ხარ 100%? არა მგონია, არა გონია? შენ შეისწავლე ყურანი? გავიგე. რა თქმა უნდა, არ გისწავლე, მე ვისწავლე. ყურანი ბიბლიას საერთოდ არ ახსენებს. იესოს არ ლაპარაკობს, რა თქმა უნდა. რომ ეს არის შრომავალი და მორჩილი ღმერთის, როგორც თვითონ ბიბლია იძახის. უმაღლეს შრომავალი მაგას არ იძახის. შენ ცდები მეგობარო. რატომ მიყევი მუჰამედს, როცა ის ცოდვილი იყო? როგორ იყო ცოდვილი, რა ცოდვა გაგეთა? ბევრი ცოდვა, რომელი ცოდვა? თქვი, მაიცა. ყველანე მოიცა და ვალაპარაკები. ერთი თქვი ერთი. რომელი ცოდვა? ბევრი ცოლი ყავდა. ეს არის ცოდვა? კი ცოდვა. მრავალცოლიანობა ბიბლიაში არ არის? დავითს რამდენი ცოლი ყავდა? იესოს ცოლი არ მოუყვანია. კარგი, მაგრამ არის თუ არა ცოდვა, რომ ყავდეს რამოდენიმე ცოლი? მანახი ბიბლიაში საწერია ეგა. დავითს ყავდა ბევრი ცოლი, კი. სოლომონს ყავდა ბევრი ცოლი, კი. მაშინ რატო არის შენთვის ცოდვა? რატოა ცოდვა? ცოდვა. საწერია ბიბლიაში რომ ცოდვა. ანუ შენი ძახილობ შეიძლება მრავალცოლიანობა? რა თქმა უნდა შეიძლება. შეიძლება რამოდენიმე ცოლი. რა თქმა უნდა შეიძლება. მანახი საწერია ბიბლიაში რომ არ შეიძლება მრავალცოლიანობა. დავითი იყო ღმერთის წინასწარმეტყველი.